25 კილო დავიკელი საპატიმროში. პირველი თვენახევარი ვიყავი რაღაც 60 გრადუსში სულ რაღაც სახურავი სართული იყო. სიცხე იყო და ცხელოდა საუნაში ვიჯექი ფაქტობრივად რა რაღაც და არ იყო კონდიცირება მე ვითხოვდი რომ იქნება მეყიდა და ნუ მოკლედ შემდგომ როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამივარეს და გადამიყვანეს კონდიციონერიან ოთახში რამდენი ხნის შემდეგ რამდენი ხანი იყავი ასე რაღაც ერთი თუ თვენახევარი ვიყავი აი ამ მასში პირობებში ძალიან რთული იყო ისედაც სიცხეს ვერ ვიტან და აი მე მაგალითად ძალიან სიცივე რო იყოს ის მირჩევნია რა ვიდრე ძალიან სიცხე დაგაკავეს და ოთახში ყოველთვის ეს ქონდა და გირავ რო გადავიხადე სხვათა შორის მაშინ ხუმრობდი რომ ჯობია მეთქი ზამთრისკენ გადავწიო პატიმრობა რა რომ სიცხეში არ მომიწიო საპატიმროში ყოფნა მაგრამ სამწუხაროდ ვერ ავიღე თელი ზაფხული გაატარეთ აი ზუსტად ივნისში და გირავ რატო გადაიხადეთ იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად საზოგადოების რაღაცა ნაწილს მაშინ დარჩა მაინც შთაბეჭდილება რომ აი გირავ გადაიხადეთ რაღაცა ტიპის თანამშრომლობაში შეიძლება ჩაეთვალა მაგრამ შემდეგ მაინც არაც ვერაც ყველას თავის პოზიცია აქვს სხვა პოზიცია აირჩიეს უბრალოდ იყო მაშინ რომ აი გირავ გადაიხადეს თავის ფეხით მე ვეთანხმები იმას რომ პოლიტიკოსმა არ ვიცი ეს ჩემი პერსონალური მოსაზრება ისე თუ გაინტერესებთ რომ არ ვიცი ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ არ მოწყდეს ბრძოლის ველს პოლიტიკურ სივრცეს მაგრამ მაინც მაშინ მახსოვს პროპაგანდა ამბობდა რომ ვითომ ჩვენი ფეხით მივდივართ ციხეში რა და არა მარტო პროპაგანდა თქვენი და არა და ჩემთვისაც მე ძალიან ცალსახად ვამბობ დღესაც რომ ხვალაც და ახლაც გირაოს ქვეშ ვარ სხვათა შორის გადავიხადე კლავ უზრუნველყოფა გავაკეთე კონებით და მაშინაც იგივე გავაკეთე და ფიქრობ რომ ჩემი მიზანი არის რომ თავისუფლებაზე ვიყო და ბრძოლაში ვიყო იმიტომ რომ საპატიმრომაც მაჩვენა სხვა შორის პირველი 2 თვე აქტიური ვიყავი სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი ხოლმე ჩემს პოზიციებს და მე ბოლო 5 თვე შევეშვი, იმიტომ რომ ძალიან რთულია საპატიმროდან იყო ნაწილი, იმიტომ რომ რაღაცა მე მოწყვეტა ხდება რეალობას. ახლა მხოლოდ ტელევიზიით გაქვს კონტაქტი, ვერ ესაუბრები ადამიანებს, სამარტო საკანში ხარ, შეიძლება ვერ აღიქვავ რეალობას ისე როგორც საჭიროა და უფრო სხვა მიმართულებით გადავერთვე, კითხვა, წერა, თვითრეფლექსია, ფიქრი, ვიცი ამისი დრო ნამდვილად იყო, როცა მარტო ხარ საკანში, მით უმეტეს გარესამყაროსგან მოწყვეტილი არავის არ ეკონტაქტები და რამეს განსაკუთრებულ ლიტერატურას კითხულობდით მხატვრულს უფრო დოკუმენტურს რით? რამდენიმე ნაწილად აი ამ 7 თვის განმავლობაში ციხეში. საპატიმროში ჩემი რუტინა მქონდა აწყობილი, დილით 7 საათზე ვიღვიძებდი. სადღაც 8:30-ზე შემოვლა, როცა ამოწმებენ ყოველ დღე ოთახს. მარტო იყავით? მარტო სამარტო საკანში. შემდეგ ესე მქონდა რომ 8-დანაც საათამდე კითხვის დრო მქონდა. შემდგომ 10 საათზე რაღაც საინფორმაციოებს შევხედავდი რა ხდება. ტელევიზორი იყო, თავიდან რამდენიმე დღე არ იყო, მე ასე ვთქვათ, შევიძინე ტელევიზორი. ტელევიზორს აჩვენებ და გიყურებდით. გიყურებდით საპატიმროდან. მე წერა არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ კითხვის დროს ფიქრები გაგირბის. და მქონია შემთხვევა, რომ შეიძლება 100 გვერდი წამიკითხა და მე მივხვდი, რომ არაფერი არ დამრჩა თავში რა. და იმიტომ რომ კონცენტრაცია გიჭირს და აი წერის დროს ძალიან კარგ კონცენტრაციას აკეთებ რა. და წერილებს წერდი, შემდგომ ერთ წიგნის მონახაზიც გავაკეთე, ჩემი ასე ვთქვათ მოსაზრებები, იდეები, სხვა რეფორმები, როგორ ხედავს საქართველოს. შეიძლება ვიხილოთ წიგნი თქვენი ავტორები. კი, სხვა რო გამოვედი ვერ გავაგზელე, მაგრამ პრინციპში მონახაზი გაკეთებული მაქვს, ძირითადი ასე ვთქვათ შინაარსი აგებული მაქვს. და აუცილებლად გამოვცემ ამ წიგნს. რა იქნება ამ წიგნში? ეს არის საქართველოს პერსპექტივებზე ახალი თაობის რეფორმები, როგორ უყურებ, აი ხელოვნური ინტელექტი რა როლს ითამაშებს ქვეყნების განვითარებაში, საქართველოს უკავშირდება, რა თქმა უნდა, რა გავიარეთ, რა არის ის დიდი იდეა, რომელმაც შეიძლება ერი გააერთიანოს.
ისტორიული გამოცდილებები, სად დავმარცხდით, არა მარტო თანამედროვე საქართველოში, არამედ წარსულშიც, რა იყო ამისი რეალური მიზეზი. ლიტერატურას ასაც ვკითხულობდი ასევე რა, იყო სხვა ქვეყნების გამოცდილება, გაყოფილი მქონდა სხვა ქვეყნების გამოცდილება, ტექნოლოგიები, რომელიც ჩემთვის თავარი საზრდოა, ასე ვთქვათ, განვითარების. ძირითადად დოკუმენტურ ლიტერატურას მხატვრულსაც ვკითხულობდი, მხატვრულ ლიტერატურასაც ვკითხულობდი, უნდა ვთქვა, რომ ციხეში ბიბლიოთეკა არის და იქაც ვიწერებოდი ხოლმე და არაერთი კარგი წიგნი ხანდახან შემთხვევით ამორჩეული კარგი წიგნები მივიღე ხოლმე. მხატვრულ ლიტერატურასაც ყოფდი რაღაცა დეტექტივები, უფრო ისტორიული ჟანრი, ასე შემდეგ, რომ ამეწყო არის ძირითადი და კითხვა, წერა, მაგრამ აი მართლა ვიტყვი, რომ წერის დროს უფრო კონცენტრირებული ხარ და აი მართლა ტვინი ითიშება რაღაცნაირად. აი კითხვას აქვს ის მინუსი, რომ კითხულობ და სადღაც შეიძლება მე ფიქრები გაგექცეს. წერის დროს ფიქრები არ გაგიქცეს. ხო, და გარასამყაროსთან რა ტიპის შეხება აქვს პატიმრს? მარტო ხარ ხშირად მეკითხებიან, რომ აი სხვა პატიმრებთან კონტაქტი გქონდა, არა გაქვს სხვა პატიმრებთან კონტაქტი. არც პოლიტიკოსებთან? რა თქმა უნდა, არავისთან. ანუ რეჟიმია ესეთი ამ საპატიმროში, რომ გარეთ რო გამოდიხარ, ორი ადამიანი მეთვალყურე მოყვება და არ შეიძლება რომ ორ პატიმარ შორის შემხებლობა იყოს რაიმე და ხარ შეერნობის დროს რა. შეერნობა არის 1 საათი დღეში. ვერ ხედავ, ეს არის ცალკე გამოყოფილი შედარებით დიდი ზომის ოთახი. ნახევრად ღია ჭერი, აი ფილმებში რო გვინახავს დაახლოებით ეს არ არის ხა სეირნობა რო გამოხოდი და ლანდშაფტს გახედე ან რაღაცა. ფებსა გაინავარდე. და ამ 1 საათს ყოველდღე ვიყენებდი ვარჯიშისთვის. მე არც ერთი დღე არ ჩამიგდია, ვარჯიშობდი რომ ფიზიკურად ხნედ ყოფილიყავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ნაკლებს ჭამდით და ნაკლებს ჭამდი კი, ვიკვებებოდი ნაკლებს 25 კილო. ასეთი ის კონდა ჩემთვის რომ არა გითხარი. ნუ რაღაც ვარჯიშის შემდეგ აღარ ჭამდი, ეს ერთი, მეორე რომ პერიოდულად ვაკეთებდი შიმშილობის დღეებსაც, ხან ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი შიმშილობა. ცოტა ესე ვთქვათ, ხელოვნურ სტრესებს ვიქმნიდი, რომ გონება გადამერთო რა. და ის იყო ეს სტრესული. ეს ფრაზა აი ნახეთ რამდენი ადამიანი დააკავეს ხო დააკავეს არ ვიცი მათ შორის ისეთი გივით ალგამაძე ირაკლი ოქროაშვილი ჯაფარიძე ელენე ხოშტარია უამრავი ნიკა ორივე გიორგი ვაშაძე არ წარმოგვიდგენია ციხეში. ბევრის გამსმენია. ბადრი ჯაფარიძე, აი იყო ჩემთვის აი ისეთი შოკის მომგვრალი მამუკა ხაზარაძე ასევე, აი რაღაც მაინც აი ეს რაღაც ციხეში ეს ორი ადამიანი ასევე იყო რაღაცნაირად რო ვერ აკავშირებ ამ ადამიანებს საპატიმროსთან. გიორგი ვაშაძეზე რაც კი ყველაზე ხშირად მომისმენია, რომ აი ვაშაძეს რა უნდა იქ და ვაშაძე იქ ვერ გაძლებს და აი რაღაცა აი ესეთი ფრაზები მომისმენია. ზოგადად ხო, მეც ბევრი ადამიანი არ ვიცი, შეიძლება იმიჯი გამომდინარე არ ვიცი რატომ, რომ გამოვედი ბევრმა ადამიანმა მითხრა იგივე, რომ აი ყველაზე წარმოგვედგინა, მაგრამ შენზე არ წარმოგვედგინა. და თქვენ თავად თუ წარმოგედგინოთ? მეც პირველი 2 კვირა სიმართლე გითხრათ, კითხვას უსვავდი ჩემ თავს, რომ აქ როგორ აღმოჩნდი მეთქი რა, ახლა გირაოს შემდეგ. ხო, არა, გირაოს შემდეგ არა, უბრალოდ ცხოვრების მანძილზე. მაგრამ ყველაფერს აკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო გიორგი. ყოველთვის ისევ ცხოვრობდი ვიკა, რომ მე ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზეც ყოფილი ვარ. აი დიდი ხელშეკრულებები გამიფორმებია და ყოველთვის კანონის შესაბამისობა არაფერი დარღვევა არ იყოს, ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვთხოვდი რომ 10 ჯერ ნახეთ რომ არაფერი შეგვეშალოს, ბევრი შემოწმება შემოსულა და იოტისოდენა დარღვევა არ უპოვიათ. ამდენი იუსტიციის სახლი ავაშენეთ, რაღაც 9 მილიარდის კონტრაქტებზე მაქვს ხელი მოწერილი მხოლოდ, ხო? და არც ერთი მოდავება არ ყოფილა არასდროს, ხელისუფლება რო შეიცვალა, ბევრჯერ შეამოწმეს და არაფერი არ ყოფილა და მთელი ცხოვრება კანონის შესაბამისად ცხოვრობდი და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდებოდი, ხო? თან ახლა წარმოვიდგინეთ, რომ იმასაც ფიქრობ, რომ როდესაც საპატიმროში ხარ, რომ არაფერი დაგიშავებია და ემიტო ხარ და მე იმასაც ფიქრობ, რომ ამდენი მარტო საქართველოს ხო არა, ეს ამდენი საერთაშორისო კონტაქტი მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან, ძალიან ბევრ ქვეყნის პრეზიდენტს ვიცნობ. და არ წარმოგიდგენიათ, რომ იქ ხარ? აი ამ ყველაფერთან. არა, ხო და ნუ ახლა მე თვითონაც ჩემთვისაც რთული იყო, თუმცა ზოგადად ფსიქოლოგიურად, მენტალურად, არა, მენტალურად არა, მენტალურად მე ფსიქოლოგიურად ვარ ძალიან
ასე ვთქვათ, ოპტიმისტი და პოზიტივზე ორიენტირებული ადამიანი. როგორც კი მყისიერად ამ გარემოში აღმოჩნდი, შევცვალე ჩემი მიდგომა, მივიღე ეს როგორც ასე ვთქვათ, რეალობა და ამ რეალობაში ავაწყე, ასე ვთქვათ, ჩემი თავი, ხო? და შევეცადე, რომ ეს პერიოდი შევეცადე, რომ გამომეყენებინა, თავიდანვე ეს თქვი, რომ მოდი გამოვიყენო იმისთვის, რომ რაც გამოვტოვე, რაც მინდა რომ თვითრეფლექსიისთვის, ბევრი წიგნი მქონდა, რომელიც მინდოდა წამეკითხა და დრო არ მქონდა და ის წიგნები წავიკითხე, ბევრი ინფორმაციას აი ჩემებს ახლა სულ წერდი იქედა, რომ ეს წიგნი გამომიგზავნეთ, ის წიგნი გამომიგზავნეთ, ეს ლიტერატურა შემომიგზავნეთ, ჩემი ძმა და ჩემი მეუღლე ხუმრობდნენ, რომ იმდენ დავალებებს გიგზავნიო საპატიმრო და რომ ხუმრობით ამბობ. გიორგი, მაინტერესებს ეს საერთოდ რა არის? ერთია პატიმრობა და კიდე უკანონო პატიმრობა, რომ აი ხა ჩვენ ძალიან ბევრი უკანონოდ უსამართლოდ დაკავებული ადამიანი გვიყურებს, ვინც კი არ ვიცი. სოლიდარობა ყველას და პატივისცემა ყველა. და რა არის საერთოდ ეს ბრაზია, რაც შიგნით არა, სხვათა შორის აი არ ვიცი, მე წავიკითხე, რომ პატიმრობას ყველა სხვადასხვაგვარად ასრულებს, მაგრამ მე იოტის ოდენაშურიზების გზნობით არ დამეთოვებია საპატიმრო დაწესებულებას. არ გაქვთ ახლა? არა მაქვს, იმიტომ რომ აი მაგალითად ღარიბაშვილი რო არის დაკავებული, გაქვთ ეს აი მე მაგალითად გეტყვი გულახდილად, რომ საერთოდ არ მგრის სიამოვნებას მათ შორის ჩემი, არ ვიცი, იმ ადამიანების დაკავებაც, ვინც ზუსტად ვიცი შეიძლება იმსახურებდეს, მაგრამ არ არის ჩემთვის. ჩემთვის თუ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს ქვეყანაში, უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ კონკრეტულად ახლა ღარიბაშვილი იჯდეს ციხეში, ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს პოლიტიკურია თქვენთვის? სამართლიანმა სასამართლომ, სანამ არ იქნება ამ ქვეყანაში ყველა აბსოლუტურად გასამართლებული ადამიანი უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა რომ ციხეში იჯდეს, არის პოლიტიკური პატიმარი. მე არ ვიცი და მეც ბევრჯერ წამეყენებია პრეტენზია კორუფციაზე, ბევრ პრობლემაზე, რომელიც იყო, მაგრამ ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ მე მინდა და ვინმე ციხეში იჯდეს. არამედ ჩემი ამოცანა არის, რომ და ჩვენი ამოცანა არის, რომ სამართლიანი სასამართლო იყოს. სამართლიანობა რა არის? ეს არის პროცესი, სადაც ინსტიტუციებმა და პროცედურებმა უნდა განსაზღვროს ადამიანის დანაშაული ან უდანაშაულობა. ამიტომ სამართლიანობას ეძახიან პროცედურულ სამართლიანობას უფრო. და მე ეს ვერ დავინახე, არც მათ საქმეში ვერ დავინახე. კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უდანაშაულოები არის. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი. მოტივი არასწორია და ყველა ადამიანთან მიმართებით. უბრალოდ იმიტომ, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში, ეს ჩემთვის არ არის ამ სიამოვნებას მე ეს არ მომიჭერს. გიორგი, და არც იმიტომ, რომ მე საპატიმრო გამოვიარე. მე ესეთი ადამიანი ვარ. მე ეს მინდა, ასეთი საქართველო მინდა. საქართველო მინდა, სადაც კანონი კანონობს, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც მე ყველას შეუძლია თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. და თუ ის დამნაშავეა, მე ვენდობოდე სასამართლო გადაწყვეტილებას და მივიღო ეს როგორც სამართლიანი გადაწყვეტილება. გიორგი, დრო სწრაფად გადის ციხეში? არა, ნელა გადის. ნელა გადის, დრო ნელა გადის. ერთი და იგივე ყოველდღე. არ ვიცი, ხასიათსაც გააჩნია. ხა, ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე მე ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. ოჯახიც ძალიან ისეთი სტუმრიანი ოჯახი გვაქვს, სულ მეგობრები მოდიან, მეც სულ ყოველ კვირაში, ყოველ მეორე კვირაში უცხოეთში მიწევდა სიარული, სხვადასხვა ქვეყნებში უამრავ პროექტში, უამრავ ადამიანთან შეხება, საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს ყოველთვის მე უდიდეს ენერგიას მანიჭებდა და უცებ ხარ იზოლაციაში და მარტო და ეს დრო ნამდვილად ნელა გადის რა. ახლა 7 თვეს ისე უყურებთ, გარედან უფრო მარტივად ჩანს და გრძელია. ახლა მე წარმოვიდგენია, რომ ადამიანები უკვე ხა მზეამაღლობელი წელიწადი და რა ვიცი, 3 თვეა უკვე რომ საპატიმრო დაწესებულებაში აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება, ხო? რომ წარმოვიდგენე ამ რეალობას, ხო? ეს შეუძლებელია უბრალოდ რისთვის ამ ადამიანმა ელენესთან დაკავშირებით საერთოდ, ხო? ახლა წელიწადი და 6 თვე მიუსაჯეს რაზე? ხო, აი, ეს ხო უსამართლოა. მაგრამ ამ უსამართლოებამ მართლა ყველას მიაკითხა. ეხლა პაატა მანჯგალაძეზე, აგერ სახალხო დამცველმა გააკეთა, დასკვნა და დადგინდა, რომ ხო ეს ხო დადგენილია, რომ უსამართლოა მისი პატიმრობა რა. და ის ციხეში იმყოფება. აბსოლუტურად. სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა პაატაზე მივიღეს იმას. ეგ მინდა ჩემზე მეტი პატიმრისა განვიცადე პაატას საქმე, იმიტომ რომ დაკავებული, როცა ალბათ გაიგებდით პაატა მანჯგალაძის დაკავებას, თქვენი თანამოაზრე, თქვენი თანაპარტიელი და თქვენი მეგობარი
დარწმუნებული ვარ, გაქვთ რაღაცა ემოციური კავშირი მასთან. პატა იყო ჩემთვის კონტაქტი პოლიტიკურ გარესამყაროსთანაც. ანუ მე რო საპატიმროში ვიყავი, ხო? პატას მეშვეობით, ასე ვთქვათ, ვიღებდი ინფორმაციას ფაქტობრივად რა ხდებოდა გარეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი მეგობარია, მისი ოჯახი ჩემი მეგობარია და აი მართლა ჩემი პატიმრობა ესე არ განმიცდია, როგორც პატას დაკავება განვიცადე რა, რაღაცნაირად ის კონტაქტი სატელეფონო სადაგვაქვს, ხა იმას არ აქვს და უფლება წერილობითი კონტაქტი გვაქვს და ესე სიტყვიერი მიმოცვლა რა და ძალიან განვიცადე ადამიანურადაც განვიცადე თან რო იცი რომ აბსოლუტურად არაფერ შუაშია ადამიანი და უცებ განუსაზღვრელი ვადით არ იცი რამდენი ხნით საპატიმროში განათავსებს ხო აი მართლა ყველაზე რთული დღეები ჩემთვის იყო ეგ დღეები ჩემი 15 წლიანი პატიმრობა რო გამომიცხადეს საპატიმროში იმაზე არ მინერვიულია ეგრე როგორც ამ საქმებს და არა მარტო პაატაზე სხვებზეც რომ ყოველდღე რო აცხადო კიდე 10 კაცი დააკავს კიდე 10 ძალიან ძიმეა ამის მოსმენა როცა საპატიმროში ხარ რა მაგრამ მეორე მხრივ ერთ რამეს ხვდები ადამიანი რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ახარ ხვდით ანუ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ ყველას ერთმანეთი გვეიმედება მე მინდა რომ ყველა პატიმარს ვეიმედებოდე მე ვინც ახლა არის საპატიმროში იმიტომ რომ ერთი წამით არ შევწყვეტ ბრძოლას სანამ ყველა თავისუფალი არ იქნება სანამ სამართლიანობას არ აღვადგენთ ქვეყანაში იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რას განიცდიან ისინი და რას განიცდიან მათი ოჯახის წევრები კი ბატონო რაღაცნაირად მინდა რომ ისეთ თემებს შევეხოთ რაზეც არ ქონიათ საუბარი და იქიდან რას უყურებს პოლიტიკოსი, პატიმარი, როცა რთავს ტელევიზორს, როცა არ აქვს სოციალური ქსელები, თუმცა თქვენ Facebook-ი არ გაქვთ. არა, სოციალური ქსელი ინტერნეტი არ აქვს. ზოგი მეკითხება რომ ინტერნეტი არ ქონდა, შეიძლება ეს მოხდეს. ციხეში არის მაღაზია. ის არ არის თითქოს ისეთი ძალიან სოციალური ადამიანი ხარ და Facebook-ის გარშემო. თუმცა იქაც სოციალიზაციას განვიცდიდი, ანუ ამ წიგნებით და სიზმრებით, სხვათა შორის ყოველდღე ეს სიზმრები ცალკე ამბავია ციხეში რა არ ვიცი სხვებს თუ აქვს მაგრამ ერთხელ ექიმთან გავედი რომ მეთქია წამალი არ არის სიზმრები აღარ ვნახოთ არ გინდოდათ გენ ანუ ხანდახან გააჩნია სხვა შორის სიზმრებით როგორ არის იცით ფიქრი სიზმარი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ამ სიზმარში როცა ოჯახთან ერთად ხარ ძალიან სიამოვნებს ეს სიზმარი მაგრამ მე არის რაღაც სიზმრები სადაც სულ რაღაცა იქაც იბრძვის სულ რაღაც ებრძვი რაღაცა გამოსავალს ნახულობ და ხო კოშმარი არა აი მეშვება არ არის ასევე მithქვამს რომ იქნებ რამე წამალი იყოს მეთქი რომ არ არსებობს ეგეთი წამალი მაგრამ სიზმარში მალე როგორც სიზმრების წინა გვდაგ და ბახუსის წინა ამხდეთ ხო არა იქ არ დაგჭირდებოდა იქ ბახუსი არ დაგჭირდებია ნამდვილად სხვა შეიძლება სიზმრები უფრო დაგაინტერესებთ იმიტომ რომ ტელევიზორზე მეტად იმიტომ რომ სიზმრებში და ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეს ვნახულობდი რა კეთი ძალიან მიყვარს და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ოჯახზე მაგრამ ეხა სანამ ვისაუბრებთ ოჯახზე ძალიან მაინტერესებს ეს თემაც, მაგრამ იქიდან რას უყურებს პატიმარი, როცა რთავს ტელევიზორს? აი საერთოდ მაგალითად ოქტომბერი იყო, მაგალითად იყო სხვადასხვა პოლიტიკური პერიპეტიები, საერთოდ ჩვენ როგორ ჩანვართ? აი ხა სხვათა შორის ერთ-ერთმა ნიკა გვარამია მითხრა რომ ძალიან სევდიანი მეჩვენებიო და ეს რა არისო რა უბედურება არისო რაღაც და ცოტა დამაკომპლექსა რომ მე ხო სევდიანი არ ვიცი მაგრამ მე მეგეწყვით რომ აურა არის ჟურნალისტები არა მოდის ესე ზოგადად ტელევიზორიდან მოდის ძალიან ნეგატიური აურა რა პირდაპირ ვიტყვი იმიტომ რომ ფონია ნეგატიური ქვეყანაში რა ეს ნეგატიური ანუ როცა ასე უყურებ ტელევიზორს ხო ანუ კრიტიკულ მედიას არა ზოგადად არა კრიტიკულ მედიას არ ვამბობ რა ნახეთ ეს სიძულვილის ენა რომელსაც ყოველდღე უსმენ ოცნების მხრიდან ხო ძალიან დამამძიმებელია ეს მუდმივი რაღაცა კრიჭაშეკრული საუბარი ეს რაღაცა სუტყუილები სულ ეს რაღაცა სიძულვილი ეს წაკიდება ადამიანების ერთმანეთზე და რაღაცა უფრო აანალიზებ რომ ყველაფერი გამიზნულია იმისთვის რომ ვინმეს წაეკიდოს რაღაცა განხეთქილება შეიტანო კონკრეტულ ჯგუფებს შორის მე ეს უკომპრომისობა ერთმანეთთან მოსმენის
იმის კულტურის არ ქონა. მიხვდით, აი ეს ბევრი რამე მოდის. მაგრამ მეორე მხრივ მედია? რა თქმა უნდა, კი, იყო ყველაფერი და უყურებდი, ნამდვილად უყურებდი, რომ კარგად გამეგო კიდევ უფრო როგორ მუშაობს ეს პროპაგანდა, იმიტომ რომ გარეთ რო ვარ ტელევიზორს ნაკლებად უყურებთ რა, უკვე და უფრო ნაკლებად. მეორე მხრივ მოდიოდა საკმაოდ სერიოზული პოზიტივი იმ ადამიანებისგან, ვინც ბრძოლას არ წყვეტ და ყოველი დღე რუსთაველზე შეკრების იყო საოცარი ენერგეტიკა ჩემთვის, რომ საპატიმროში ვიყავი. ყოველ საღამოს ველოდებოდი 8 საათს, ჩაერთვებოდა თუ არა პირდაპირ ეთერი და შეიკრიბებოდა თუ არა ხალხი რუსთაველზე. რაღაცა ეს იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ნაპერწკალი იმედის რა, რომელიც როცა ხარ საპატიმრო დაწესებულებაში რა. თუ ნებისმიერი დიდი აქცია, ნებისმიერი ხალხმრავლობა, ნებისმიერი მხარდამჭერი სიტყვა, ნებისმიერი ნახსენები შენი გვარი, ტელევიზიით, რა თქმა უნდა, იმას განიჭებს რა, რომ ძალას გაძლევს, ხო და ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ტელევიზიიდან, ძალიან სერიოზულ ძალას გმატებს და გაძლევს ეს ყველაფერი, ამ ბრძოლაში მარტო არ ახარ, მიხვდით, არ მიგატოვეს. ეს არის რა და ამას გძნობდი. რა თქმა უნდა, აბა რა, გძნობდი და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა სულ ყველას აბსოლუტურად, ვინც აი ხაც რუსთაველი დამოვდივარ აქციაზე ვიყავი და ვინც ინარჩუნებს ამ კერას რა, იმიტომ რომ ღიად ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ სხვა პატიმრებისთვისაც ესე არის რაღაცა სიცოცხლის ელექსირივით არის საპატიმრო დაწესებულებაში ყველა ამ უსამართლოდ დაკავებული ადამიანისთვის ეს ყველაფერი. ყველა ის სიტყვა, ადამიანი, განცხადება, აბსოლუტურად ყველაფერი. მე გადართავ პროპაგანდისტულ მედიაზე და მოისმენ 1000 გვარ საშინელებას, ხო, შენზე, სხვაზე, გძაბავს, სტრესავს, ბატონო? რაზდებოდით? სულ მგონია, რომ პატიმრები თუ უყურებენ იმედს რაღაცა გამოხატავენ, არ ვიცი, რაღაც წარმომიდგენი, რომ კედელს ურახუნებენ ხელებს. არა, უფრო მინდა, ხო იცით, მიჩვეული რო ხარ, გინდა რომ ახსნა და აუხსნა საზოგადოებას ეს ტყუილია. ტელევიზია ის ხალი რო ელაპარაკება ტელევიზიაზე, ამან მოკლა. იცი რა მაინტერესებს, გიორგი? ოჯახზე მინდა კითხო და თან რა კონტექსტში რა? ეს ხო არ არის გასაგებია, რომ როდესაც პოლიტიკოსი არის რაღაცა ტიპის ბრძოლაში, იმას გააზრებული აქვს მით უმეტეს ავტოკრატიის პირობებში, რომ ის შეიძლება დააკავონ უსამართლოდ, გაუსწორდნენ მორალურად, ფიზიკურად, არ ვიცი, ყველაფერი გამოიყენონ, მაგრამ აი ოჯახს პრინციპში, როცა ოჯახი არის უკვე გაქვს პასუხისგებლობა ოჯახზე, ეს გაძლევს თუ არა საფუძველს იფიქრო, რომ რაღაც მომენტში ხوار ჯობია, რომ გავჩერდე, არ ვიცი, რაღაც მომენტში ხوار ჯობია, რომ გადავხედო ამ ყველაფერს. ადამიანები ვართ და ყველაფერზე მიფიქრია, რა თქმა უნდა. ყველაფერზე მიფიქრია. პირველ რიგში ნამდვილად ძალიან განიცადა ჩემმა ოჯახმა, განსაკუთრებით ჩემო მეუღლემ ქეთიმ. მახსოვს პირველ შეხვედრაზე რომ შემოვიდა. ქეთის მოკითხვა აქედან ჩემგან. პირველ შეხვედრაზე რომ შემოვიდა, რომ ვესაუბრებოდი, მივხვდი, რომ არაფერი არ ესმოდა რა, ანუ ვერ აღიქვა ემანზე, ხო, ან ტელეფონით საუბრობ შუშის ბარიერით და მივხვდი, რომ ვერ აღიქვავდა, რასაც ვეუბნეო და მე გზელი წერილი მივწერე რა და უთხარი, რომ უნდა გამხნევდე, გამაგრდე, მე კარგად დავარ, მართლა მივხვდი, რომ მე გაცილებით უკეთესად ვიყავი, ვიდრე ქეთი, კი, იმიტომ რომ ძალიან განიცადა ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და სულ ერთად ვართ, სულ უცხოეთშიც რომ მივდივარ, იქაც ერთად ვართ, სადაც ყოფილვარ, ფაქტობრივად რაც ცოლკმა, რაც ოჯახი შევქმენით, სულ ერთად ვართ რა და მეც ყველაზე მეტად ღიად ვიტყვი, რომ ქეთი მენატრებოდა რა. იმასაც ვიტყვი, ბავშვებზე მეტად ქეთი მენატრებოდა რაღაც. ერთხელ რომ შემოვიდა, იმასაც ხუმრობდი, რომ ნეტა მეთქე ხეშენ წაიყო ერთად და თვითონ მითხრა, რომ ხო უფრო ნაკლებად გაგვიჭირდებოდა რა, რაღაცა ისეთი, ნუ ხა ეს ხუმრობით რა, მაგრამ და მე ძალიან ამნერვიულდი რა, ამან ძალიან ამანერვიულა და ქეთის მეგობრებს მივწერე, რომ მეთქი განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია და მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ქეთის მეგობრებს, ჩემ მეგობრებს, რომ ეს მარტოობა არ უგძვნია ჩემ ოჯახს. ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც საქართველოსდან უცხოეთიდან ყოველ წერდა, რომ ამან და ამერიკა იმან მომიკითხა ძალიან ბევრი და ძალიან დიდი სამეგობრო მყავს მე და მე მინდა ამ ეთერით მათ ყველას მადლობა უთხრა ყურადღებისთვის, წერილებს წერდნენ, ზრუნავდნენ, მოდიოდნენ ციხესთან. ხა თითქოს კი არაფერი, ხა მე ხო ვერ შემხვდებოდნენ, მაგრამ რაღაც
თავის მხარდაჭერას გამოხატავდნენ რა ჩემი ბავშვობის მეგობრები რა და გოგონები, კაცები, ბიჭები, ესენი უცხოეთიდან მომდიოდა წერილები, უკრაინიდან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ამერიკაში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ქეთის ურეკავდნენ, ამხნევებდნენ, ქეთის მე ვწერდი რომ იქნებ მეთქი წახვიდე საზღვარგარეთ, სადმე 2-3 დღე დაისვენე, ცოტა გადააყოლე, რაღაცა ვერ გადიოდა, ნუ მოკლედ მთელი ის იყო, ხო? და რო გამოვედი სიმართლე რო გითხრათ საპატიმრო და მე კიდე უფრო აღვიქვი რამდენად რთული იყო ოჯახისთვის ეს ყველაფერი რა, მაგრამ ასევე დედაჩემისთვის რა, დედაჩემისთვისაც ძალიან რთული იყო ამის აღქმა და მე მამაჩემზე აუცილებლად ვისაუბრებ, რომ მამაჩემი რო სოცხალი ყოფილიყო ყველა ბაგას ამოსო შეიძლება ძალიან გაჭირვებოდა რომ გადაეტანა, ისეთი პიროვნება იყო. მამაჩე ემოციურად ხო ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ამას ვერ წარმოიდგინდა ხა რომ მისი შვილი შეიძლება საპატიმროში მოხვედრილიყო. ჩვენ სხვანაირი ოჯახი გვაქვს, სხვანაირი ტრადიციების, ძალიან ესეთი კულტურის რაღაცა მატარებელი კანონმორჩილი, კანონის შესაბამისად ცხოვრება ასე გავიზარდები და მისთვის ხა ეს აბსოლუტურად კანონმორჩილი ხარ, მით უფრო მეტი შანსია მოხვდეთ ციხეში. ნუ ეს ხო ბედუკუმართობაა. პატიოსანი ხარ, ასეთია ვანდალი რეჟიმი. ბედუკუმართობაა და ეს არ არის ნორმალური ცხოვრება და ეს ბედუკუმართობა უნდა შევცვალოთ, ხო? მე არ მინდა რომ კიდე ერთხელ აქ თქვენთანაც მინდა გავიმეორო რომ ჩვენს მიერ განცდილი უსამართლობით ნამდვილად მინდა რომ უსამართლობები დასრულდეს ამ ქვეყანაში. არ იოტის ოდენე შურისძიების გრძნობა არ მაქვს, მინდა რომ უბრალოდ უსამართლობა არ იგრძნოს არავინ. მარტო პატიმრობით არ არის ეს უსამართლობა, ვიღაცა სახლი ენგრევა და არავინ ყურადღებას არ აქცევს, ვიღაცა სამსახურიდან უშვებენ და არავის არ აინტერესებს მისი ბედი, ხო? უბრალოდ იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვს და სხვაგვარად ფიქრობს, ხო? ვიღაცას, ავიცი, უამრავ პრობლემა, მშობლები დგანან და იხვეწებიან, რომ იშვიათე შენც არაერთ კამპანიაში იყავი ჩართული, რომ მძიმე და კურნალობა სჭირდება ძვირადღირებული ბავშვს და რა მიდის ჯანდაცვის სამინისტროდან და იხვეწება რომ რაღაცა თანხა მომეცი. ხო ეს ხო უსამართლოა და ევროკავშირიც ხო ამიტომ მინდა რომ ევროკავშირში ასეთი დაუცველი არავინ არ არის რა. არ არსებობს. ეხლა რომ ევროკავშირში ვინმეს დაჭირდეს აქციის მოწყობა რომ წამალი შეუძინოს სახელმწიფომ ძვირადღირებული. აბა სახელმწიფო თუ ერთმანეთს გვერდში არ დაუდექით, რისთვის ვჭირდება, ხო? და ამ ოჯახს რო დაუბრუნდე, ხო? ბავშვებმა ძალიან კარგად, აი ბავშვებმა ესე დიდები არიან, ხა 10-13 წლის და 14 წლის არიან და რაღაცა იცით რა არის, ეს ყველაფერი რაღაც თითქოს გააზრებულიც იყო ჩემი ოჯახსა, მე ვიცოდი რომ დამაპატიმრებდნენ, ხო? რამდენიმე ზურა რო დააპატიმრეს ჯაფარიძე, იმის მერე ვიცოდი რომ მეც მომიწევდა საპატიმრო დაწესებულება და შევამზადე ოჯახი და ისედაც ეხა ჩემო შვილებმა პატარები არიან, ჩემო მეუღლემაც, ჩემო ოჯახმა იცის რა ბრძოლაში ვარ, ხო? მათ იციან რომ არაერთხელ და ამაზე ბევრჯერ მქონია ოჯახში განხილვა, რომ უარი მithქვამს ბევრ რამეზე სხვა ქვეყანაში იმ საქმისთვის, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ჯერა და მწამს, რომ რაღაც მისია გვაქვს ჩვენს თაობას, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ და ამაზე უარს ვერ ვიტყვით. მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა სკოლებს, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, მათ კლასელებს, პედაგოგებს, იმიტომ რომ საოცრად კარგი გარემო ჰქონდათ, ერთი წამით არ უგზნიათ მათ, რომ ეხა საპატიმროშია მამაშენი და რაღაცა ციხეშია და ასე პირიქით ძალიან და მეუბნეოდნენ კიდეც რომ სოლიდარობა და ივანიშვილის პირობებში უკაცრავად ჩაგერჭრები, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა ავუხსნათ ყველას ჩვენ შვილებს და იმ ადამიანებს, აი ხა ელენე ხოშტარია გამახსენდა, როცა ამ კონტექსტში ბავშვები ახსენეთ და ესე იგი რითღია პროპაგანდა ლაპარაკობს, რომ თურმე ესე იგი მის შვილებს უნდა აუხსნას თურმე რაღაც და მისი შვილები დარწმუნებული ვარ ამაყობენ და ყველა იმ ბავშვით უკვე მით უმეტეს დიდები არიან და ყველას გააზრებული აქვს, რომ მართლაც არ ვიცი ის ადამიანები ვინც არიან ახლა პატიმრობაში სინდისის ტყვეებს გულისხმობ თუნდაც სრულიად ახალგაზრდა გოგო ბიჭებს ყველანი არიან ზუსტად იმიტომაც რომ არიან კანონმორჩილები კანონმორჩილება დღეს არის დასჯადი და ალბათ რა ვიცი მე ასე ავუხსნიდი albათ ჩემს შვილებს და არავინ არა ვარ მეც არ ვარ ამისგან გიორგი დაზღვეული უფრო მეც გეტყვი რომ ისეთი გარემოა რომ კანონმორჩილი რო ვარ მე ეს არის დღეს პრობლემა მე ერთ რამეს გეტყვი რომ მე მიხარია რომ არ დამჭირვებია ახსნა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის, რატო ხდება ეს ყველაფერი. ნამდვილად არ დამჭირვებია და მე ვფიქრობ რომ საქართველოში ის მაინც არ არის დაკარგული რომ
მორალურად ტყუან მართალი საზოგადოებამ ასე თუ ისე იცის. და ნამდვილად არ დამჭირვებია ეს ახსნა ჩემ შვილებთან. ერთ-ერთი რაც პირველივე წერილში ყო სამივეს მოვწერე ინდივიდუალურად, ეს არის რომ ჩვენი ოჯახის მახასიათებელი არის სიკეთე და არც ერთ შემთხვევაში არც ერთს არ გაევლო გულში რაიმე ნეგატივი ან რაღაცა ბოღმა, შურისძიების გრძნობა, იმიტომ რომ მე საპატიმროში ვარ. და ვფიქრობ რომ მეც ასეთ ოჯახში გავიზარდე და ისინიც ასე იზრდებიან. გიორგი, მე